მადლობა უნდა გადაუხადოთ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას და კონკრეტულად რაგვარია ეს კაცი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ დარა ხველიძეს, რომელიც დაახლოებით 9 საათის წინ 45 წუთის წინ წარსდგა ქართული საზოგადოების წინაშე და გვითხრა, რომ ლევან ჯანგველაძის ხო არ მეშლება სახელი ბოდიში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია მეშლება ხოლმე ჯანგველაძის ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის ლევან ჯანგველაძის არ შემშლია ლევან ჯანგველაძის ორგანიზებული მკვლელობა თუ შეკვეთით მკვლელობა ვინც ჩაიდინა ეს საქმე გახსნილია და დახურულიც არისო და კვლავ დასახელდა ის გვარები რომელთა შესახებაც ჩვენ ისედაც ვიცოდით ეს არის ძმები მიქაძეები გიორგი მიქაძე და ჭერილია და თათუნა მიქაძე და თო მიქაძე გააქცეულია მასზე და ჯოხაძეზე ამ უკანასკნელზე და ჯოხაძეზე გამოცხადებულია ძებნა საერთაშორისო ჯოხაძე თავის მხრივ ის კაცია რომელიც მათი პარტნიორია ბიზნეს და მაფიოზურ პარტნიორი რომელმაც თავის მხრივ ამ ვერსიის თანახმად თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი მაინც განა არ უნდა ვენდოთ კი ბატონო დარახველიძეს მაგრამ შეუკვეთა ვინმე უზილაურს რომელიც დაცვის წევრი იყო მათი ყოფილი დაცვის წევრი იყო ეს უზილაური დაჭერილია ანუ შემსრულებელი დაჭერილია და მას საერთოდაც უვადო პატიმრობა ემუქრება და ესენი რაც თავარია გავიდნენ კვალზე ოთარ ფარცხალაძისა რომელიც თითქოს ცოტა ხნის წინ მათი არისო მათი მაფიის მათი სინდიკატის განუყოფელი ნაწილი წანაზარდი კი არა წანაზარდი ბევრი ყავს ამ ხელისუფლებას აი თლად ბირთვის წევრი არისო იმ მაფიისა რომელსაც ქართული რუსული ოცნება წარმოადგენს სხვა თუ არაფერი ოთარ ფარცხალაძე რომანოვი თუ რომანოვ ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი ეს არ დაგავიწყდეთ იყო კაცი რომელიც აკონტროლებდა ბევრ ბიზნეს სტრუქტურას ბევრ კანონიერ ასე ვიტყვი მაგრამ უფრო უკანონო რას საკვირველია ბიზნეს სტრუქტურებს ბევრ call centers ჩვენი ინფორმაციით და გავრცელებული ინფორმაციით ეს კაცი ფარცხალაძე რომანოვი რა სუდ საქმეებში არ იყო ჩართული მაგრამ იმ ხანად როდესაც ის იყო ან გენერალური პროკურორი ან სულაც აღარ იყო გენერალური პროკურორი მაგრამ მაფიოზურობის წარმომადგენელი მაფიის წარმომადგენელი საქართველოში ის სარგებლობდა ბიზინა მთავარი ბანდიტის ბიზინა ივანიშვილის ნდობით და ეს ძალიან საინტერესო დეტალია როგორც ჩანს ბიზინა ივანიშვილმა სადღაც რაღაც ამბებისა და გამო მიიღო გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძე რომანოვის გაწირვის თაობაზე და აკი ამიტომაც გაიწირა იმიტომ კი არა რომ ფარცხალაძეს არ შეუკვეთავს მკვლელობა ხსენებული ჯანგველაძისა მიქაძეებისთვის მიქაძეებს არ შეუკვეთავთ მკვლელობა ჯოხაძისათვის ჯოხაძეს არ შეუკვეთავს უზილაურისათვის და კიდე არიან სხვა გვარების სახელდება იქ ხო იცით თქვენ არა ეს ყველაფერი გაკეთებულია მაგრამ ეს ყველაფერი ბიზინა ივანიშვილს გადაწყვეტილი რომ არ ქონოდა რომ ფარცხალაძე უნდა მოიცილოს ვინც ის და იქნება ფარცხალაძე იქნება მიფარცხებოდა კიდეც ეს ამბავი ჩვენში რომ დარჩეს მაგრამ გადაწყვეტილება პოლიტიკური რუსეთის ხელისუფლებასთან დალაგებული რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებული რომ გაიწიროს ფარცხალაძე მიღებულია რუსეთის ფედერაცია არ არის მეორე ხარისხოვანი სახსენებელი სუბიექტი თუ ობიექტი ჩვენს შემთხვევაში სუბიექტი მაინც ალბათ უფრო იმიტომ რომ ეს დარახველიძე კაცი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სულ ბოლოს ამ დაახლოებით 5 წუთიანი ბრიფინგისა აცხადებს რომ ჩვენო გამოვაცხადეთო და თუნა მიქაძეზე და რა ქვია იმას ჯოხაძეზე ძებნაო და აგრეთვე ძებნა გამოცხადებულია ოთარ ფარცხალაძე რომანოვზე და სად არის ეს ოთარ ფარცხალაძე რომანოვი ვენაში დასეირნობს თუ ბერლინში დასეირნობს თუ არის ციურიხში ჟენევაში ლონდონში ხო არის პარიზში ან ბარსელონაში თუ მადრიდში თუ არის თუნდაც სტოკჰოლმში ან კოპენჰაგენში ცხადია არა ფარცხალაძე რომანოვი თუ რომანოვი ფარცხალაძე რასაკვირველია იმყოფება მოსკოვში და მოსკოვში როგორც ჩანს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ ფარცხალაძე რომანოვი რომელიც სხვათა შორის მიმდინარე წლის 9 მაისს კეპითა თუ შლაპით გავიდა წითელ მოედანზე და იქიდან დაგვეხატა თუ დაგვენახა და ამით გვაჩვენა ამით მიგვანიშნა რომ ეს ფსბ-შნიკი კაცი საბოლოოდ თავ ქუდ ნადურთია ამ შლაპა ნადურთია თავ ნადურთია
რუსეთის სტრუქტურებში, მათ შორის FSB-ში პირველ ყოვლის ამით მიგვანიშნა, ამით გვაჩვენა, ეს ხო როგორც ჩანს ეს კაცი განწირულია მათ შორის რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ. აქ ერთი დეტალია, სხვათა შორის ძალიან საინტერესო, არის თუ არა, ან მოდი სხვაგვარად ჩამოვაყალიბებ, გახდება თუ არა ფარცხელაძე რომანოვის სავარაუდო გადმოცემა საქართველოსთვის რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩვენ ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველი ჩვენ სულ მუდმივად საუბრობთ რომ ანტიტერორისტული ცენტრების გაკეთებას ითხოვს რუსეთი ჩვენგან საერთო ერთობლივი ანტიტერორისტულისა, მაგრამ იქნება და ორგანიზებულ კრიმინალთან ერთობლივი ღონისძიებები, ერთობლივი ქმედებები, ერთობლივი ოპერაციები უნდა დაგეგმოს აქაურმა, არსებითად და არსით რუსულმა და იქაურმა, ხოთლად რუსულმა სამართალდამცავმა სტრუქტურამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აქედანაც მიავლინონ მაგალითად რაღაც არ ვიცი 20-ეული თუ 30-ეული მოსკოვში გამოცდილების მისაღებად და რუს კოლეგებთან თანამშრომლობისათვის თუ თანამშრომლობის და ურთიერთობის გასაღრმავებლად და კიდევ რაღაც ერთობლივი ისევ გავიმეორებ ამ სიტყვას ერთობლივი ოპერაციების დასაგეგმად ფარცხალაძე, რომელიც რასაკვირველია დასაცავი არ არის, ადვოკატებმა უნდა დაიცვან და არა მე არანაირი სურვილი არ აქვს ამ ბანდიტი კაცის დაცვისა, იქნება და ფარცხალაძის кейსი, ეგრეთ წოდებული ან ფარცხალაძის მაგალითი კარგი საფუძველი, არ კარგი ნიადაგი, არ კარგი საფუძველი, პირველ საფუძველი აღმოჩნდეს სწორედ იმისთვის, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, ქართულმა და რუსულმა, რომლებიც კრიმინალს ებრძვიან და აბარაუდა გააკეთონ, უნდა დაალაგონ ერთმანეთთან ურთიერთობები და სუფთა ფუნქციიდან დაიწყონ ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ ოხრამძიმე ურთიერთობები გაიარა ეს ერთმანეთთან სახელმწიფოებმა და არც შინაგან საქმეთა სამინისტროებს ქონიათ აგეუგე 30 წელიწადია ლამის ურთიერთობა, ასეთი არსებითი, თორე ცალკეულ შემთხვევებში ალბათ ურთიერთობები შევარდაძის დროს და ივანიშვილის დროს ალბათ მაინც ჰქონდათ. აქვე ვიკითხავ ერთ საინტერესო რაკურსს შემოგთავაზებთ და პასუხი მე კი მაქვს, მაგრამ მაინც ისიც თუ არა თქვენ რომ როდესაც თბილისში მოხდა ეს მკვლელობა ჯანგველაძისა, ამ მე უკვე რაღაც ვიქნო პანაშვიდები და ასე შემდეგ და დაესწრო ვინ ესწრებოდა ესე ვიკითხავ თქვენი ინფორმაციით ჯანგველაძის გასვენებას საქართველოს ოფიციოზიდან, აი de facto რომ უწოდებ მე და მართლა de facto როა იმ ხელისუფლებიდან მაგალითად პრემიერი კობახიძე მივიდა თუ არა გეტყვით რომ არა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ყოველთვის კობახიძე არ მივიდა, იმიტომ არა მხოლოდ იმიტომ რომ ჯანგველაძეებთან რაღაც ურთიერთობა არ ჰქონია მას, არამედ იმიტომ რომ ურთიერთობა რაც ჰქონოდა კობახიძეს ეყო ტვინი რომ რაღაც ქურდულ მაფიოზურ სასტავთან ესე ვიტყვი არ გამოჩენილიყო. მივიდა თუ არა პაპუაშვილი მე მგონი საერთოდ არ იცის რა ხდება. პაპუაშვილი მე მგონი საერთოდ არ იცის რა ხდება და მარტო ევროპაზე გადართულმა კაცმა ბუნებრივია ქურდულ-რუსულ სამყაროსთან ურთიერთობის თუნდაც ასე დაწყება ალბათ სწორი სხვა არცსა და თან არც იცის რა ხდება საბოლოო ჯამში ჯანგველაძეებს ბუნებრივია არც იცნობდა და არც იცნობს და რომ ციცოდეს ხო პაპუაშვილსაც კი წარმოიდგინეთ თქვენ ეყოფოდა ჭკუა რომ არ მისულიყო პანაშვიდებსა თუ გასვენებაში და კიდე რაღაც მაფიოზურ სტრუქტურებში არ ემოძრავა. მდინარაძე სარგაუკეთებია ეს ნინო წილოსანს არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ნინო წილოსანსაც არ გაუკეთებია, მაკაბოჭორიშვილს ხო არ გაუკეთებია და ასე შემდეგ ნატიფად არ გაუვლია და რაღაცა პრიმადონასავით არ გაუხედავს სასახლე კუბოსაკენ, მაგრამ ვინ იყო წასული მეთქი ამას რო ვიკითხა, ვინ იყო მისული პანაშვიდებსა თუ გასვენებაში, იყო და მრავალწერტილი დავსვათ თუ გნებავთ და გეტყვით ვინც ეს კაცი გვარად არის კალაძე და სახელი მისი არის კახა კალაძე, რომელიც რახანია ცდილობს და ალაგებს კიდეც ურთიერთობებს ქურდულ მაფიოზურ სასტავებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ანუ და ქვეყნის ფარგლებს გარეთში მე არა მხოლოდ მოსკოვურ მაფიებს და ქურდულ სამყაროს გულისხმობ, არამედ გულისხმობ მათ შორის ევროპაში მყოფ ქართულ-რუსულ ევროპაში მყოფ მაფიურ სასტავებს თუ გუნდებს თუ ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არიან განფენილები საბერძნეთშიც, ავსტრიაშიც, იტალიაშიც, გერმანიაშიც და ესპანეთშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა შორის რაღა იტალია ვახსენეთ, კახაკალაძე როგორც იტალიის საფეხბურთო კლუბ
მილანის ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც პატივს სცემენ მილანში ყოველ შემთხვევაში მისი კოლეგა ფეხბურთელები, არც თუ იშვიათად როცა სტუმრობდა ხოლმე და არც ახლა სტუმრობს ძალიან იშვიათად იტალიას კონკრეტულად კი ქალაქ მილანს, იქ შეისეირნებს ხოლმე ქართულ ჩემს ხელთარცებულ ინფორმაციით მართლა ეგრეთ წოდებულ საპარიკმახეროს სილამაზის სალონში კი არ არის, იქ სილამაზის სალონში დაახობს ხოლმე დაახლოებით საათ ნახევარს, რათა ეგრეთ წოდებული პრიჩოსკა გაიგეთოს. ხოლო დანარჩენ დროს იმ 2-3 დღიდან ვიკენდიდან როცა ის ატარებს ზოგადად იტალიაში და კონკრეტულად მილანში, იქ შეისეირნებს ხოლმე კახა კარლოსზე კალაძე, სწორედაც რომ ახაც დავსვათ მრავალ წერტილი ჯანგველაძეებთან და არა მხოლოდ ჯანგველაძესთან და არა ახლა უკვე ესე უნდა თქვა ჯანგველაძესთან და არა მხოლოდ ჯანგველაძესთან და კვლავ ინარჩუნებს ამ ეს სიტყვა ვიხმაროთ ხო კოჰაბიტაციას მაფიოზურ ჯგუფებთან რომლებიც ევროპაში არიან why not ხო ისინი ხომ ბევრაბეს წყვეტდნენ ან ეგონათ რომ წყვეტდნენ და წყვეტენ საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ჯგუფები არამედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები რომლებიც არც თუ დიდი ხნის წინ მოსკოურები და არა მხოლოდ მოსკოურები აპოზიციონირებდნენ ასე რომ ჩვენც ვართ რაღაც ირიბად მაინც მონაწილეობთ აპოზიციონირებდნენ სხვებს რომ ირიბად მაინც მონაწილეობთ ამ პროცესებში ამბებია მოკლედ ამ ქურდულ სამყაროლ მაფიოზური და ასე შემდეგ ისეთი რომ გაგიკვირდებათ და დაგავიწყებთ ბევრ რამეს და ბევრი რამ უფრო საინტერესოა ბევრი სხვა ამბავი უფრო საინტერესოა ჩვენს სინამდვილეში ჩვენს კონტექსტში ჩვენს საკითხებზე ჩვენს თემებზე და ასე შემდეგ მაგრამ აგე არ მოგცა ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ მოსვენება და ოკეი, იყოს ასე, ჩამოიყვარეთ, აბა, ეს თქვენი რომ იყო ის ფარცხალაძე, თუ მაგრები ხართ, ჩამოიყვარეთ, მე მგონი რომ ჩამოიყვარეთ, გულახდილად გეტყვით, ჩამოიყვარეთ ფარცხალაძე, ზედ მიაყოლეთ მიქაძეც, ზედ მიაყოლეთ მიქაძე და თუნა მიაყოლეთ ჯოხაძეც, სხვები, თუ ასეთი მაგრები ხართ და თუ ებრძვით ამ კრიმინალს, თუმცა ეს კითხვა ყოველთვის იქნება ჩვენს მიერ დასმული, თუ ფარცხალაძე ესეთი კრიმინალი იყო, თუ ესეთი მაფიოზი იყო და თუ ასეთი ბევრი ბიზნესი, პრავი თუ ლევი ბიზნესები გადაეცით მას, აკონტროლებინეთ და კოლცენტრების ისიც თქვენ რომ შეაქმნევინეთ, მაშინ რა ცუდი ტიპი ჩვენ რო გეუბნებოდით, ამას რატო არ გვიჯერებდით, ცუდი ტიპი რა არ იყო კრიმინალი, მაგრამ მაშინ გაწყობდათ და ახლა უკვე აღარ გაწყობთ. კობახიძესაც ეხება ეს ჩემი რემარკა დღეს აწყობს ბიძინა ივანიშვილს კობახიძე და ხვალ აღარც მოაწყობს, ოღონდ კობახიძე ასაკვირველია, მიბანდიტო არ არის ფარცხალაძე, ბანდიტია და კობახიძე უფრო მასშტაბური ბანდიტი ის ქვეყანას ტრობს. ნახვამდის.